ექიმი. აი შენი ოცნება ეგ არის? თუ უბრალოდ ისე რა ეგრე გინდა? თუ ძალიან გინდა რომ ოცნებობ რომ ექიმი გამოხვიდე. აი მოდი ახლა შენს მომავალ პროფესიას, ექიმობას შევხედოთ როგორც ოცნების ასრულებას და ხო სინამდვილე იქნება. შენ თუ ექიმი გამოხვალ, ესე იგი ნიშნავს რომ შენი ოცნება ახდება, ხო? ესე იგი ჩვენ სწავლა თურმე იმისთვისაც გვინდა რომ ჩვენი ოცნებები ასრულდეს. ხო მართალია? თუ არ ისწავლი ექიმი ხო ვერ გამოხვალ. ან თუ გამოხვალ არე ვარგები ისეთი ექიმი გამოხვალ, თუ არ ისწავლი, ხო მართალია? ესე იგი ჩვენ სწავლა იმისთვისაც გვინდა რომ ჩვენი ოცნებები აგვისრულდეს. ხო მართალია? აი ესე უნდა შეხედო რომ მე უფრო მონდომებული გამოხარ. დავბრძანთ. რა დღეა დღეს ბავშვებო? ხუთშაბათი. მართალია ხუთშაბათია. რა მოდი ესე უნდა დამესვა ალბათ მე რომ ფერზე ვიდგე ხო არაფერს დავაშავე. აი რა დღესასწაულია დღეს? აბა? ტაძრად მიყვანის დღე არის, ტაძრად მიყვანების, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის. მარხვა იმიტომ არის რომ უკვე საშობაო მარხვა დაიწყო. მართალია, საშობაო მარხვა დაიწყო. და ქრისტეშობას დასრულდება მარხვა. ქრისტეშობა ხო დიდი დღესასწაულია. ისე რომ გილოცავთ დღევანდელ დღეს. რა შეგვიძლია ვთქვათ? მადლობა. რა შეგვიძლია ვთქვათ? ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესთან დაკავშირებით. შეგიძლიათ რამე გითხრათ, აბა? 3 წლის იყო კი ბატონო, აბა შენ რა სიტყვი? ის გაიზარდა ტაძარში, უბრალოდ ტაძართან არსებულ სასწავლებელში, სადაც მრავალი ქალწული ცხოვრობდა და თან სწავლობდა. აი თქვენ დიახ? მე დავდივარ ტაძარში, მათემატიკას ვისწავლე. ძალიან კარგი. თქვენი აზრით, აი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, როდესაც 3 წლის იყო და ტაძართან არსებულ სასწავლებელში მიაბარეს. ჯერ მოდი ვთქვათ, რატომ დატოვეს იმ ტაძარში და მერე აბა შენ რა სიტყვა? მათ მშობლებს შვილი არ ჰყავდათ და ის ღმერთს თხოვეს რომ შვილი თუ გვეყოლებაო ღმერთს შესწირო. ღმერთს შევწირავთო კი ბატონო რა ვქოთ მის მშობლებს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლებს რა ერქვათ ხო არ გახსოვთ? მოდი მე აქ რაღაცა მარკერი დავინახე ხო? მოდი თან კარგად რომ დაგვამახსოვდეს. დავწეროთ ხო? შენ ისეთივე ლამაზი წერა იცი როგორი ლამაზი გოგოც ხარ? აბა მოდი ვნახოთ. დაწერე აბა წმინდა იოაკიმე. წმინდა იოაკიმე. და წმინდა ანა კი ბატონო. ესე იგი მოდი სანამ დაწერს. წმინდა იოაკიმემ და წმინდა ანამ გადაწყვიტეს რომ შვილი ღმერთისთვის მიეძღვნათ. ხო მართალია? აი მიიყვანეს სასწავლებელში. მოდი მაგას გავუშვათ, ეგ დაწერს. ჩვენ ახლა იცი რა შეკითხვა მაქვს? თქვენი აზრით რა სწავლობდა იმ სასწავლებელში ქალწული მარიამ? აი 3 წლისა იყო რომ დატოვეს. თქვენი აზრით რა უნდა ესწავლა იქ? აბა? ლოცვა და ხელსაქმე ძალიან მნიშვნელოვანია და მართალია. მოდი ერთი რაღაც მივამატოთ, თავარი რაღაც, ხო? ძალიან კარგია, მადლობა. რომ ისინი წმინდანები არიან, ხო? აი შემოკლებით ესე იწერება ხოლმე. ხატებზეც მარტო ეს 200-ა ხო. წმინდა იოაკიმე და წმინდა ანა, მისი მშობლები. დიდი ხნის განმავლობაში მათ შვილი არ ყავდათ და შემდეგ აღუთქვეს ღმერთს, შეპირდნენ ღმერთს, რომ შენ შემოგწირავთო და მართლაც 3 წლის რომ იყო, მიიყვანეს ამ სასწავლებელში დატოვეს. როგორც თქვენი მეგობარი ამბობს, ლოცვას და ხელსაქმეს სწავლობდა, ასევე წმინდა წერილის წიგნებს, აღთოს ჯულის წიგნებს სწავლობდა. ესე იგი, ქალის საქმეს სწავლობდა. აი
მანდილოსანმა ოჯახში რაც უნდა იცოდეს. თქვენი აზრით, აი რა უნდა იცოდეს გოგონამ ოჯახში, ოჯახის საქმეებიდან, აი რა უნდა, მოდი ჯერ გოგონებს კითხოთ. აი რა უნდა იცოდეს? დაალაგება და კერძის მომზადება, კი ბატონო, კიდე რა უნდა იცოდეს? აბა? აი გოგონამ, როცა უნდა იცოდეს, კი ბატონო, შენ რა სიტყვა? შვილი როგორ გაზარდოს, აი ძალიან მნიშვნელოვანი, შენ რა პატივისცემა. კიდევ? სიკეთე უნდა იცოდეს. აი შენგენა სახლიდან რო გოგონას ხმა არ უნდა გავიდეს. ანუ შვიდად ცხოვრება უნდა იცოდეს, ხო მართალია? წივილ-კივილი რო ისწავლო, ეგ ადვილია, მაგრამ აი როცა გინდა რომ დაიკივლო და რომ მაშინაც ჩუმად იტყვი, შვიდად. ეგ უნდა ისწავლოს, ხო მართალია? კიდევ? აბა შენ რას? როგორ? ყურადღებიანი, კი ბატონო. აბა შენ რას? თავისი შვილი უნდა უყვარდეს. ფრთხილი უნდა იყოს. ძალიან კარგი. და აი ამ ყველაფერს რაც ახლა ჩვენ ჩამოვთვალეთ, იმ ზნეობრიws, იმ სულიერს, იმ ფიზიკურსაც დაალაგება იქნება თუ საჭმლის გაკეთება, აი ამებს სწავლობდა ქალწული მარიამი ამ სასწავლებელში. და როდესაც გახდა 14 წლის, ის ჩააბარეს, უკვე აღარ შეიძლებოდა 14 წლის შემდგომ, რომ დარჩენილიყო ამ სასწავლებელში და მისი მშობლები უკვე წმინდა იოაკიმე და წმინდა ანა გარდაცვლილები არიან ამ დროს და ის ჩააბარეს საპატრონოდ ერთ-ერთ მოხუცებულ კაცს, რომელიც უკვე 80 წლის იყო ამ დროს და სახელად რა ერქვა? ხო არ გახსოვთ? მოხუცებული მართალი იოსები. იოსები, არა, პატრიარქი არ იყო. ესეც ერთ-ერთი ესეთი ღვთისმოყვარე კაცი იყო იოსები. 80 წლის იყო უკვე. ეხლა მოდი ისიც ვთქვათ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს საქართველოსთან განსაკუთრებული კავშირი აქვს. რა არის ეს კავშირი? დედობრივი კავშირი, ბრუნველობა. თქვენ იცით, რომ იესო ქრისტეს რამდენი მოციქული ყავდა? 12 მოციქულიდან. როდესაც კენჭი ყარეს, რომ ვინ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო ქრისტიანობის საქადაგებლად, საქართველოში ქრისტიანობის ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდა წილად. ჩვენი ქვეყანა, ივერია, საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. წილხვედრი რას ნიშნავს, იცით? მას დაევალა, რომ ზრუნველობა გაეწია ჩვენზე. ჩვენთან ღვთის სიტყვა მოეტანა, ქრისტიანობა ესწავლებინა ჩვენთვის. ჩვენ მაშინ კი არ ვიცოდით ქრისტიანობა, არავინ არ იცოდა. ქრისტე განკაცებული ღმერთი, აი მაშინ მოვიდა ჩვენთვის, ადამიანად, ჩვენთვის ჯვარს ეცვა. ჩვენ უამრავი რამე დაგვიტოვა, რომ ვისწავლოთ მისგან, მაგრამ ჩვენამდე თუ არ მოიტანდნენ ამ ცოდნას, საიდან გვეცოდინებოდა, ხო მართალია? ამიტომ იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები გაგზავნა ყველგან საქადაგებლად და საქართველოში ღვთისმშობელი უნდა წამოსულიყო. მაგრამ როდესაც მოახლოვდა მისი მიძინების ჟამი, აი მარიამობას რო დღესაც სწავლობთ ხოლმე 28 აგვისტო. ამიტომაც უფალმა უთხრა, რომ საქართველოში ანდრია პიროწოდებული გამოეგზავნა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა ანდრია პიროწოდებულს, ნიშნად იმისა, რომ ის იქნებოდა ჩვენი მფარველი და შემწე. იმ ხატს, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოატანა ანდრია პიროწოდებულს, შემდგომში დაერქვა აწყურის ღვთისმშობლის ხატი. იმიტომ რომ პირველად სწორედ აწყურის ტაძარში დააბრძანეს ეს ხატი. და იმ დღიდან მოყოლებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის საქართველოს შემწე და მფარველი. ყველასი რა თქმა უნდა, მაგრამ აი განსაკუთრებით ეს ითვლება, რომ საქართველო მისი წილხვედრი ქვეყანა. კარგი. შეკითხვები? ნახოთ, აბა. როგორც განაცხადეთ, კი, მივყვები. განაწერებიდან მე ამოქრებეთ. კი ბატონო, მივყვებით, აბა ეხლა თქვენ შეკითხვებს და თქვენ თუ ისე რამე უცბად გაგახსენდათ შეკითხვა, შეგიძლიათ დასვათ. აუონ ჯერ ამას ჩავყვები ბოლომდე.
ბიჭებო, ჩემი ხმა ისმის ბოლოში? ძალიან კარგი. არა. აჰა, ახლა მოგონი უკეთესი. როგორ შეგვიძლია უფალთან დაახლოება? მოდი რა ვქნათ იცი? ჯერ ის ვთქვათ, ადამიანთან დაახლოება როგორ შეგვიძლია? აი ადამიანთან გვინდა ვიმეგობროთ. რა იქნება საჭირო? და სიკეთე რატო იქნება საჭირო? იმიტომ რომ თუ რაღაცას დავუშვებ, შენი მეგობარი აღარ გახდება. დაუშვათ, შენ რა გქვია? გაბრიელი. დაუშვათ, ვისთანაც მეგობრობა გვინდა. ის არ არის კეთილი. არამედ ის არის დამცინავი. სხვებს აბუჩად იგდებს, რაღაცებს იპარავს, ცუდ სიტყვებს ამბობს. ეხლა ჩვენ მასთან მეგობრობა გვინდა. რა გავაკეთოთ? უნდა დავარიგოთ, რომ ცუდი რაღაცები აღარ გავაკეთოთ. კი ბატონო, აბა შენ რა სიტყვა? ასე რომ უნდა ვასწავლოთ, როგორ მომიწევს კეთილი. არ უნდა იმას ჩვენი ჭკუის სწავლება და დარიგება, გვეუბნებათ. სულ არ მაინტერესებს რას მეუბნები. მე ესეთი ვარ. თუ მასთან მეგობრობა გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვაპატიოთ მას. და არ ნანობს და რა ვაპატიოთ? ხო და არ უნდა რო აპატიო. შენ რა სიტყვა? რამენაირად უნდა ვეცადოთ, რომ გამოვასწოროთ. შენ რა სიტყვა? და შენ სულაც არ მოსწონს შენ რომ კეთილი ხარ და როგორ უნდა იმეგობრო? მე იცი რისი თქმა მინდა? მასთან რომ იმეგობრო და იმან რომ თავისიანად ჩაქთვალოს. შენც უნდა ცუდი სიტყვები თქვა, შენც უნდა სხვებს დასცინო, შენც უნდა მოიპარო რაღაცეები და ამიტომ არ გამოვა ეგ ურთიერთობა. გესმით? შენ თუ მას არ დაემსგავსე, არ გამოვა ეგ ურთიერთობა. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ ღმერთს დაუახლოვდეთ, ჩვენ უნდა ღმერთს დავემსგავსოთ. ოღონდ ღმერთი არის სიკეთე, ღმერთი არის თამდაბლობა, თამდაბალია ხო ღმერთი? ღმერთი არის მოწყალე, მიმტევებელი, წმინდა. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ ღმერთს დაუახლოვდეთ, უნდა ჩვენ გავხდეთ ასეთი, ნენელა უნდა მივემსგავსოთ მას. გესმით? სხვანაირად ჩვენ შორის მეგობრობა არ გამოვა. ადამიანი უნდა თამდაბალი იყოს. ადამიანი უნდა ადამიანების მოყვარული იყოს. კიდე როგორი უნდა იყოს ღმერთს რომ მივემსგავსოთ და მასთან დაახლოება შევძლოთ. როგორი აბა? უზრდელი არ უნდა იყო, აბა? ბევრი ცოდვა არ უნდა ჩაიდინო. ეჩილები უნდა ვიყოთ. დიახ. ეკლესიაში. ეკლესიაში უნდა მიხვიდე კი, აბა? სადაც წერია იცნება, იქ ყველა უნდა გაითვალისწინო. უნდა გაითვალისწინო და ეცადო რომ შეასრულო. უნდა ვიცოდეთ როგორ მოვეპყროთ ადამიანებს. უნდა ვიცოდეთ, აბა? საჭმელი არ უნდა დაიწუნო. არ უნდა დაიწუნო, აბა? ღმერთის წესები და იმ ღმერთის წესებს ქვია ღვთისმცნებები, ხო? აბა ვაშკაცო, შენ რა სიტყვა? არ უნდა დასცინო, არ უნდა დაჩაგრო, კი ბატონო. ხო და ჩვენ თუ ეცდებით რომ აი ესე ნელ-ნელა ესე დავიწყოთ ცხოვრება, აღმოვაჩენთ რომ ეგ შეიძლება არც ისე ადვილი არ არის. მაგრამ ადამიანს იცი რა ეხმარება ეგეთი რო გახდეს? ეხმარება როცა მარხვა ეხმარება, აღსარების თქმა ეხმარება, წირვაზე წასვლა და ზიარება ეხმარება, რომ ნელ-ნელა ესეთი გახდეს. გესმით? ერთ დღეში ადამიანი ეგეთი კი ვერ გახდება, მაგრამ ნელ-ნელა მას შეუძლია რომ ეგეთი გახდეს. რატომ ვიწერთ პირჯარს, როდესაც ეკლესიას ხედავთ? ჯერ მოდი საერთოდ ვთქვათ, რატო ვიწერთ პირჯარს და როგორ ვიწერთ პირჯარს? აი, შენ როგორ იწერ ხოლმე? ან ხელი როგორ გიჭირავს, ან როგორ იმიტომ რომ ეკლესია არის წმინდა. ჯერ მოდი ის გითხარი, როგორ იწერ პირჯარს? აი, რატო გიჭირავს ხელი ეს? სამი თითი ერთად რატომ გიჭირავს? იმიტომ რომ ეს არის პირჯარის გადაწყვეტის
კი ბატონო, აბა შენ რატო გიჭირავს? სამდეთი იმიტომ გვეჭირავს, რომ ერთი არის მამა ღმერთი, მე სულიწმინდა და ძაღმერთი. მამა ღმერთი, ძაღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. ყოვლადწმინდა სამება, ხო? აბა შენ რას ამბობდი? კი ბატონო, ეშმაკს ეშინია ჯვრის. იმიტომ რომ ქრისტე ხო ჯვარს ეცა ჩვენთვის. აი ამ ჯვრით გამოიხსნა ადამიანი ჯოჯოხეთის ტყვეობიდან. გესმით? ჯვარს ძალიან დიდი ძალა აქვს. ჩვენ თვითონს ხო ჯვარი გვიკეთია გულზე. ნაკურთხი ჯვარი. ეს სამკაული კი არ არის ბავშვებო. ნიშნულობა კი არ აქვს ოქროსია ეს ბრილიანტის, სპილენძის თუ ხის. ნიშნულობა არ აქვს რითია გაკეთებული. მთავარია რომ ეს არის ჯვარი. ჯვრის ფორმა რო აქვს, გესმით? მთავარი ეგ არის. იმიტომ რომ აი ამ ჯვრით გამოგვიხსნა ჩვენ ქრისტე. ამ ჯვარს ძალიან დიდი ძალა აქვს. ეს ყოველთვის გულზე უნდა ეკიდოს ადამიანს. და იმედი უნდა ჰქონდეს და როდესაც ჩვენ პირჯვარს ვიწერთ, აი ესე უბრალოდ მექანიკურად კი არა, არამედ ჩვენ უნდა ამ დროს ფიქრობდეთ, რომ ქრისტე ჩვენთვის ჯვარს ეცა. და რომ ქრისტემ ამ ჯვარცმით გამოგვიხსნა ჩვენ მარადიული სატანჯველისგან. და რომ ამ ჯვარს უდიდესი ძალა მიანიჭა უფალმა. აი, როდესაც პირჯვარს ვიწერთ, აი ამ გააზრებით თუ ვიწერთ, მართლაც ეშინია ეშმაკს უკვე აი ამ ჯვრის. რატომ არის საჭირო მოთმინება? აი მაგალითად ესე ვთქვათ. ეხლა მე არ მგონია თქვენ ნამცხარი გიყვარდეთ. თუ გიყვართ? კი. ნამცხარი ხო ყველა ბავშვს გიყვარს. დაუშვათ დედამ გადაწყვიტა რომ გამოაცხოს. და ათქვიფა მოკლედ აკეთებს და ჩაასხა და შედო ღუმელში. ყველაფერი მზად არის. ნახე საყვარელო, ნახე ყველაფერი მზად არის. შედო ღუმელში და ერთი რამე გააკლია. მოთმინება გააკლია. ჩვენ თუ შედებული არ იქნება, უკან გამოვიღებთ. იქნება ნამცხარი? ამიტომ მოთმინება ხო აკლია. დაუშვათ დაგითესიათ რამე? აი მაგალითად რა დაგითესი? აი შენ რა დაგითესი? სიმინდი ხო დაგითესი? აი დაუშვათ ორმო ამოთხარე, სიმინდი ჩააგდე და მიწა მიაყარე. და ახლა გაიარ გამოიარე და ისევ გადაწიე მიწა რომ ნაყოფი ნახო და იქნება? ხო უნდა დაელოდო. ამიტომ არის საჭირო მოთმინება. მოთმინებაა საჭირო. ადამიანსაც უნდა მოუთმინო რაღაც. დაუშვათ რაღაცა სამეცადინო გაქვს. აიღე და აი ორი გვერდი გაქვს სასწავლი. დაუშვათ ნახევარი გვერდი წაიკითხე და ეხლა გინდა რომ გაიქცე და ითამაშო. მაგრამ შენ თუ მოთმინებას გამოიჩენ, მაშინ შეგიძლია ორივე გვერდი ისწავლო და ბოლომდე მიიყვანო. ყველა საქმეში ადამიანს სჭირდება მოთმინება. მოთმინების გარეშე არაფერი არ გამო. დაუშვათ ვიღაცამ ცუდი სიტყვა გითხრა. ვიღაცამ გაწყენინა. შენ თუ ამას მოითმენ და სამაგიეროს არ გადაუხდი, შეიძლება შემდგომში ყველაზე საუკეთესო მეგობრები გახდეთ. მაგრამ შენ თუ სამაგიეროს გადაუხდი, მაშინ შენც იმასე არ დაემსგავსები? შენც უარესად არ მოიქცევი? ის თუ ცუდ სიტყვას გეტყვის და შენ სამაგიეროდ ორი იმდენს ეტყვის, რა რითი ხარ მასზე უკეთესი მაშინ? მაგრამ შენ თუ მოითმენ, მე შეიძლება აღმოაჩინო, რომ ის ნანობს თავის შეცდომას. სიბოროტე თან უნდა უპასუხო. არ უნდა უპასუხოთ, კი ბატონო. და ახლა წარმოედგინეთ, ჩვენ ხო თქვით, აი ნახეთ, ქრისტე ხო ჩვენთვის ჯვარზე გაეგრა. როგორ ფიქრობთ? აი ხელებში, ფეხებში ლურსმები ქონდა გაყრილი. როგორ ფიქრობთ, მოთმინება არ ჭირდებოდა? არც ტკიოდა? და ის ჩვენთვის ამას ითმენდა ბავშვებო. და ჩვენც ქრისტეს გულისთვის თუ ვეცდებით რომ მოვითმინოთ,
ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ძალა იქნება. დაუშვათ ვიღაცამ რაღაც აი ფლომასტერი წაგართვა და გაგიტეხა. შენ ეს გეტკინა შენ. გული დაგწყდა, გაბრაზდი, გეწყინა. მაგრამ თუ იტყვი რომ უფალო მომეცი ძალა რომ მე შენი გულისთვის მოვითმინო. შეიძლება ამ დროს თავში ფიქრები მოგდის რომ ვიღაც ცუდად მოგექცა და ეგ არ იმსახურებს პატიებას. მაგრამ ქრისტეს გულისთვის თუ ეცდები მოითმინო, გაიხსენო რომ ქრისტე ჯვარზე გაეკრა და იფიქრო რომ ნუ თუ ეხა მე იმაზე მეტად მტკივა, როგორც ქრისტეს ეთკინა ჩემი გულისთვის. მიხვდები რომ იმაზე მეტად არ გტკივა. და ქრისტემ შენთვის მოითმინა ეს. შენც თუ ეცდები რომ ქრისტესთვის მოითმინო, ეს დიდებული საქმე იქნება და შენი გულიც დამშვიდდება. აი შემდეგი შეკითხვაც ისეთია რომ ჩვენ ფაქტიურად უპასუხეთ როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე როდესაც ძალიან ბრაზობ ეცადე რომ ქრისტეს მიბაძო და მოითმინო ქრისტეს უნებები გაიხსენო ჯვარცმული მაცხოვარი გაიხსენო რომელსაც ჩვენთვის ტკიოთ აი ჩემთვის შენთვის მარტო ჩვენ ერთი რო ყოფილიყავით დედამიწაზე ქრისტე მაინც ჯვარზე გაეკრებოდა ჩვენთვის. აი უშუალოდ შენთვის გესმის ყველასთვის სათითაოდ. ხო და ნახე, აი როგორ უყარ ხარ ქრისტესო, რამდენი მოითმინა ჩვენთვის და ჩვენც უნდა ვეცადოთ რომ მისთვის მოვითმინოთ და როდესაც ძალიან ბრაზობთ, არ თქვათ მაგ დროს არაფერი. აი მაგალითად გაზიანის სასმელები ხო გიყვართ? კი არ ვარგა, მაგრამ აი ბავშვებს ხო ეხლა რატო ამბობ? დაუშვათ არის გაზიანის სასმელი რაღაც და ეს რო აანჭყრიო. აი მაგალითად ძალიან რო არის დაგაზული, ეგ უფრო გავს გაბრაზებულ ადამიანს თუ რომელიც გაზიანი არ არის. გაზიანი ხო გავს გაბრაზებულ. აი როდესაც გაზიანია და რო შეანჭყრო და უცბად რო მოხადო, რა მოხდება? ამოასხავს და დაიღრებ. თუ დაგივარდება. აი ნახე მაგას ვამბობ. და რა უნდა გააკეთო, როცა ეს გაზიანია, ძალიან ნელ-ნელა უნდა მოუშვა, ხო მართალია? ცოტათ აი როდესაც ჩვენ გაბრაზებული ვართ, ერთიანად კი არ უნდა მოაღო პირი და რაც გაგახსენდება ყველაფერი თქვა. არამედ იმ ბოთლს უნდა მიბაძო და შეიძლება ბოთლმა ადამიანზე მეტი იცოდეს. ხო და უშუალოდ ვეცადოთ რომ იმ ბოთლმა არ გვაჯობოს. ჭკუით. იმას თუ ცოტ-ცოტად მოუშვებ, არ დაიღრება, ხო მართალია? არც არავის გაწუწავს და თვითონაც მე დამშვიდდება. ადამიანს ეს გაბრაზებული რო ხარ, აი ვიღაცაზე ხარ გაბრაზებული. ჯობია მაშინ არაფერი არ უთხრ. თორემ მე გააფუჭებ საქმეს. კლასელები ზოგჯერ შეცდომებს არ პატიობთ ერთმანეთს, როგორ ვისწავლოთ პატიება. იცი როგორ ვეცადოთ? როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცნენ, მაშინ როდესაც ჩვენ შეცდომას ვუშვებთ, ვეცადეთ რომ სხვასაც ისე მოვექცეთ მაშინ. აი ჩვენ რომ შეცდომას ვუშვებთ, როგორ გვინდა რომ მოგვექცნენ? აი როდესაც ჩვენ შეცდომას ვუშვებთ, როგორ გვინდა რომ მოგვექცნენ? ჩვენც ანუ როგორც მოვექცევით სხვას, ისე უნდა მოვა. აი დავუშვათ გავიარეთ და მე ეს ყვავილი გადავაყირავებ. ეხლა რაღაცნაირად უხერხულად ვარ რომ მე გავაფუჭე, დავუშვათ ეს დაიმსხრა, გაფუჭდა. ეხლა მე მინდა რომ ვინმე გაიქცეს და მასწავლებელს უთხრას რომ მას აი ასე და ესე გააკეთაო. უნდა დაფაროს ხისი ცუდი საქციელი. ზოგჯერ არის რომ მე ხა სკოლაშიც მაქვს ბავშვებთან შეხება და ზოგჯერ არის ხოლმე, შეიძლება თქვენთანაც ხდება. დავუშვათ ვიღაცა რაღაცას აფუჭებს. აი მაგალითად გაკვეთილი მათემატიკის გაკვეთილია და ვიღაცა ხატავს იქ რაღაცას. და სხვა ამბობს მასწავლებელო იცი, დავუშვათ გიორგი ქვია. მასწავლებელო გიორგი ხატავს. და მე ვეკითხები, ახლა თქვენს გეკითხებით. გაკვეთილზე დახატვა უფრო დიდი შეცდომაა თუ გაკვეთილზე და საერთოდ დაბეზრება. და მე ვეკითხები ხოლმე. დიახ და მე ვეკითხები. შენ უარესი არ გააკეთე ახლა? არ ჯობდა შენც დაგეხატა და არ დაგებეზრებინა? თუ არა მეგან არ ხედავ რომ ხატავს და მე თუ ხუჭავ თვალებს, შენც დახუჭე თვალ. ამას ახლა რატო ამბობს ადამიანი, ჩემო მეგობარო, ნახე, მას გონია რომ ის ჩემსკენ არის ვითომ და მოვიდა და მეუბნა მასწავლებელო ის ხატავს. თუ გონია რომ ჩემს თვალში
ან ნებისმიერი მასწავლებლის თვალში, რომ ეს კარგი ბიჭი გამოჩნდება. აი, ნახეთ, მე გითხარით, რომ ის ხატავს. სინამდვილეში მასწავლებლის თვალში მაბეზღარა ბავშვი კარგ ადამიანად არ წარმოჩინდება. პირიქით. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ვიღაცა აშავებს და არ ვიტყვი, აი, მასწავლებელი გვეკითხება. დავუშვათ კლასიდან გავიდა, გთხოვა რომ ბავშვებო ცოტა ხანი ჩუმად იყავით რა. ეხლა შემოვიდა და ვიღაცები ხმაურობენ დავუშვათ. შემოვიდა და გვეკითხება. აი დავუშვათ შენ გეკითხება უშუალოდ. ისე კი არა ზოგადად. სახელი რა ქვია? გაბრიელ საყვარელო. ხო არ იცი ვინ ხმაურობდა, რაღაც ხმაური შემომესმა. შენ იცი რა უნდა თქვა? კი არ უნდა თქვა, არ ვიცი მასწავლებელო. ეგეთ ტყუილი იქნება შენი მხრიდან. შენ უნდა თქვა მასწავლებელო, მე ვიცი ვინც ხმაურობდა, მაგრამ მე ამის თქმა არ შემიძლია ვიხმაურობ. თვითონ თქვას ვინც ხმაურობდა. გესმით? მე რატო უნდა დავაბეზღო? ან მის გამო ტყუილი რატო უნდა თქვა რომ არ ვიცი? ვიცი მასწავლებელო, ვაშკაცურად თქვა, მე ვიცი ვინც ხმაურობდა, მაგრამ არ შემიძლია ამისი თქვა. ეყოს ვაშკაცობა და თვითონ თქვას ვინც ხმაურობდა. აი ეგ იქნებოდა სწორი შენი მხრიდან. გესმის? რა? და თან ვინც აბეზღებს ის არაფერს არ იღებს. რას მიიღებს? არაფერს სიცხის მიიღებს. მეტი რა უნდა მიიღოს მაბეზღარა, მეგრე არ არის. ოჩახ? არაუშა, მოდი მივეხმაროთ. ესე იგი, ვინც დააბეზღეს, ის გაბრაზდება, ხო მართალი? კონფლიქტს გამოიწვევს, კი ბატონო. მოდი, ესე იგი, ვეცადოთ, რომ ყველას ისე მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცნენ. ყველას შესახებ ისე ვიფიქროთ, როგორც ჩვენზე გვინდა რომ იფიქროს სხვა. აი კი არ ვიფიქროთ, რომ ის ცუდი ბავშვია. არამედ ჩვენზე გვინდა რომ ესე იფიქრონ, ცუდიაო? დავუშვათ რაღაც შეგვეშალა. ჩვენ გვინდა ჩვენზე ასე იფიქრონ, ეს კარგი ბავშვია, მაგრამ ეთყობა შეცდომა რაღაც მოუვიდა. გესმით? თუ ვინმე რამე დააშავა, იფიქრო, ის კარგი ბავშვია, ის მართლაც კარგია, ღმერთმა ყველა კეთილად შექმნა. მაგრამ შეცდომა ვის არ მოდის, უშეცდომო არის ვინმე? დღეს თუ იმას შეეშალა, ხო შეიძლება მე შემეშალოს. არ არის გამორიცხული არაფერი. ამიტომ ჩვენ ვეცადოთ, რომ სხვის შეცდომებს ესე მაინც და მაინც კრიტიკულად ნუ შევხედოთ. მე ვიცი რომ აი ამას ახლა პირდაპირ მოყვა ეს თითქოს წინასწარ გათვლილია. მე ვიცი რომ დაბეზღება ცუდი საქციელი, თუმცა ბევრს ეს არ ესმის, როგორ აუხსნა მეგობრებს ეს საქციელი. მე მგონი ცოტა აუხსენით, რაც შეგვეძლო, ხო? ერთად ხო ვილაპარაკეთ. რატომ არის მნიშვნელოვანი კეთილი სიტყვების გამოყენება? ახლა შეხედეთ როგორი ამბავია. აი აქედან რა წამოვა, რო გადმოვაყირავოთ? არა. და იმ მეორედან წყალი. აი ახლა მე რომ მინდოდეს აქედან წყალი წამოვიდეს მოახერხებ? ესე იგი რაც არის ამ ბოთლში ის გადმოიღრება, ხო მართალი? რატომ არის ადამიანი კეთილ სიტყვებს რო ამბობდეს, იცი? ესე იგი როგორ სიტყვებსაც ამბობს, გულიც ეგეთი აქვს, იმითია სავსე. აქედან რაც იღრება, ხო ის არის შიგნით. ჩვენი ბაგეებიდან, ანუ ჩვენი პირიდან რაც იღრება სიტყვები, ესე იგი ჩვენს გულში ეს არის. და თუ ცუდი სიტყვები ამოდის ჩვენი პირიდან, ესე იგი გული რითია სავსე? ცუდი სიტყვებით, სიმყრალით. აბა შენ კი ბატონო, ხო და ესე იგი როგორი გულიც გაქვს, მოდი დავაკვირდეთ. ვინც როგორ ლაპარაკობთ, რა სიტყვებითაც მეტყველებთ, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეგეთი გულები გვაქვს. ეხლა შევხედოთ ჩვენს მეტყველებას და თუ დავუშვათ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ ცუდად მეტყველებთ. მაშინ ახლა ნახე რა უნდა გავაკეთოთ. დავუშვათ ეს კარი გამოვაღეთ, იქითა კარი გამოვაღეთ და ეს კარები ჩვენი ბაგეებია რა. ის ალეგორიულად. ეს კარი გამოვაღეთ და პრალისუნი გამოვიდა. რა უნდა ვქნათ? კაი დავკედეთ, პირი დავხურეთ და რა ვქნათ? საერთოდ აღარ ვილაპარაკოთ. არა და გჭირდება ეგ ოთახი, რა ვქნათ?
უნდა გავასრულო. შენ გენაცვალ, უნდა გავასუფთავოთ ის ოთახი და კარები სულაც რო გამოაღო ბოლომდე მყრალისუნი ხო აღარ გამო. თუ ჩვენ შევძლებთ რომ გული გავასუფთავოთ, ჩვენი გული ახსარებით სუფთავდება გული და ზიარებით. მაშინ ჩვენი გული გასუფთავდება და ჩვენი ბაგეებით ცუდ სიტყვას აღარ იტყვის. აი ამაშია საქმე. თავად ის კი არ არის პირი რას ამბობს. პირი იმას ამბობს, რაც გულშია. აი ქვაბი რო დგას დაუშვათ ცეცხლზე და წყალი რო დუღს, რაც დუღს ხო ის გადმოდის არა? რითიც სავსეა. ქვაბის ძირში რო იყოს მარტო ცოტა წყალი, რო ადუღდეს გადმოვა? არ გადმოვა. აი პირამდე როა სავსე და რომ დუღს, მაშინ გადმოდის. ჩვენი გულიდანაც ის გადმოდის, რაც ცოტა როა კი არა, რითიც სავსეა ჩვენი გული. თუ ადამიანი კეთილ სიტყვებს ამბობს, თავაზიანს, მანუგეშებელს, ესე იგი გული ამითი აქვს სავსე. თუ ცუდ სიტყვებს ამბობს, თუ ტყუილებს, თუ ცილის წამებას, ესე იგი გული ამითია სავსე. ისე რომ დავაკვირდეთ ჩვენს გულებს, რაც არ მოგვეწონება, ის ახსარების მეშვეობით გამოასუფთავოთ და იქ სიმყრალე აღარ იქნება. როგორ დავიმსახუროთ ადამიანების სიყვარული? სიცივეში როდისმე დაგიძინიათ? აი ძალიან როცივა. ხო და ნახე საყვარელო რა ხდება? როგორ დავიმსახუროთ ის რომ ჩვენმა საბანმა გაგვათბოს? იცი როგორ უნდა დავიმსახუროთ? რომ ჩავწევით, ჯერ ჩვენ უნდა გავათბოთ ის საბანი. თითოეულ ადამიანს 36 გრადუსი ტემპერატურა ხო აქვს? აფთიაქებზე არ შეგიმჩნევიათ 36 და 6. როგორ გაგვათბოს ამ საბანმა? ჯერ ჩვენ უნდა გავათბოთ ჩვენი სითბოთი. და მე მთელი ღამე ის საბანი ჩვენ გაგვათბოს. ადამიანების სიყვარული როგორ დავიმსახუროთ? ჯერ ჩვენ შევიყვაროთ ისინი და არავის არ ვთხოვოთ რომ უყვარდეთ ჩვენ. ჩვენი ღირსება ეგაა რომ ჩვენ გვიყვარდეს და შენ რომ გაათბობ მის გულს, არა შენი მისადმი სწორი დამოკიდებულებით, სითბოთი, სიყვარულით, მერე ისიც სითბო დაგიბრუნდება უკან. საბანი ჯერ შენ უნდა გაათბო და მერე თვითონაც გაგათბობს. ადამიანიც ეს ჯერ შენ უნდა გაათბო და მერე ისიც თბილ სიტყვას გეტყვის. შენ თუ შეაგინებ, არ არის გამორიცხული იმანაც შეგაგინოს. მაგრამ ადამიანი თუ შენ ცუდ სიტყვებს გეუბნება და შენ მაინც ტკბილ სიტყვას ეტყვი, იმას შერცხება და ვეღარ გეტყვის ცუდ სიტყვას. ესმით? აი ესე შევეცადოთ, რომ შევაყაროთ თავი. თუ მეგობარს ჩემთან თამაში არ სურს, როგორ მოვიქცე? ეხლა რა არის იცი? თუ ამბობ რომ მეგობარია და თან ამბობ რომ შენთან თამაში არ სურს, ეხლა ყოველთვისაც ხო არ შეიძლება ადამიანი ერთი და იგივე ხასიათზე იყოს. მაშინ უნდა იფიქრო, თუ ამბობ რომ მეგობარია. მაშინ უნდა იფიქრო, ნეტავ რამე ხო არ უჭირს ჩემს მეგობარს, რაღაცა პრობლემა ხო არ აქვს, რამეზე ხო არ წუხს, რომ აი ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში თამაშზე უარი მითხრა. ის კი არ უნდა თქვა, რომ გაიბუტო რომ მაგას აღარ უნდა ჩემთან თამაში, ეგრე კი არ უნდა იფიქრო. უნდა იფიქრო, რომ იქნებ რა უჭირს, რატო არ უნდა ჩემთან თამაში. უნდა აი რაღაცა გაგებით მოეკიდო მის ამ გადაწყვეტილებას. შეიძლება ხვალ მოუნდეს შენთან თამაში. იმიტომ რომ ხვალ აღარ უჭირდეს ის რაც დღეს უჭირდა. გესმის? აი სიტყვაზე ვამბობ. შეიძლება რაღაც სამწუხარო ამბავი გაიგო და სულაც არ არის თამაშის ხასიათი. და შეიძლება ესე არ ამბობს ამას, მაგრამ უნდა შეეკითხო. რა გიჭირს, რატო არ გინდა ჩემთან თამაში? ან იმაზე დაფიქრდე, რამე ხო არ ვაწყენინე და იმიტომ აღარ უნდა ჩემთან თამაში. აი დალაპარაკებას, შეკითხვას ყოველთვის აქვს აზრი. გესმით? წინასწარ დასკვნებს მოგამოიტანთ. ჯერ დაელაპარაკეთ, კითხეთ, რატომ, როგორ, რანაირად, რა უშველოთ ამას. დაუშვათ ურთიერთობა გაგიფუჭდა მეგობართან. უნდა დაელაპარაკო, როგორ მოვაგვაროთ, როგორ აღმოფხრათ ის, იქნებ მე მეშლება რამე და თუ რამე მეშლება მე და წინს ჩემგან, მითხარი და გამოვასწორებ, გესმით? დალაპარაკება ყოველთვის ძალიან კარგი. მასწავლებლები ხშირად ახსენებენ სიტყვას პატივისცემას. რატომ არის ეს სიტყვა მნიშვნელოვანი? ადამიანის ერთ-ერთი დიდი ღირსება არის ბავშვებო, რომ ყველას პატივს სცემდეს. შეიძლება მაგალითად აი
ყველასთან არ მეგობრობდეს. ეხლა კლასში შეიძლება რომელიმე ადამიანთან უფრო მეტად მეგობრობდე, მაგრამ კლასში ყველას მიმართ პატივისცემით უნდა იყო. უნდა იცოდე პატივისცემა. აბა რა, იმიტომ რომ ის ადამიანია, როგორც შენ გინდა რომ პატივი გცეს, შეიძლება შენთან არ მეგობროს ბავშვი. და ეს არ არის პრობლემა, თუ არ მეგობროს, მაგრამ შენ ხო გინდა რომ მაინც თავაზიანად მოგექცეს, მაინც დაგეხმაროს თუ გაგიჭირდა, მაინც გაპატიოს თუ რამე შეეშალა, დააფასოს, აი გამოვიდა ბავშვი სცენარა არის დაფასთან და რაღაცა, ეხა იქიდან შეიძლება რომ ვიღაცებმა რაღაცები იყვირონ, ანუ კარნახი ცუდი არ არის. კარნახიც მეგობრობის ერთ-ერთი გამომხატველი. ჩვენ კი მასწავლებლები უშლით ხოლმე რომ კარნახობ, იმიტომ უშლით რომ გავიგოთ ამან მართლაც რა იცის, მაგრამ იმის მხრიდან ვინც კარნახობს, ეგ ცუდი არ არის. ეგ უნდა რომ მიეშველოს, გამოიყვანოს რთული მდგომარეობიდან, გესმის და ამაშიც მეგობრული ჟესტია, კი ბატონო, მეგობრული საქციელი. ხო არ დაგღალეთ? გავაგრძელოთ? როგორ გადავეჩვიოთ ყუილის თქმას? მოდი სამ მიზეზს ვიტყვი, რატომაც ჩემი აზრით, რატომაც შეიძლება ადამიანი იტყუებოდეს. დაუშვათ, მე ვამბობ, რომ ძალიან კარგად ხატავ, დაუშვათ სადმე მოხდი ესე. სადაც ვიცი რომ არც არავინ დამახატინებს და არავინ შემომოწმ. მე ვამბობ, ძალიან ასე ვხატავ, ისე ვხატავ. რატო ვამბობ, რომ სხვების პატივისცემა დავიმსახურო, არა? ოღონდ ეს ყალბი პატივისცემა. ეგ ერთია, რაღაცა მინდა რომ სხვების ის კეთილგანწყობა დავიმსახურო. დაუშვათ მეორე, რაღაც გავაფუჭე. და ყუილს ვამბობ, მე არ გამიფუჭებია. რატო? იმიტომ რომ მეშინია რომ არ მეჩხუბონ, გესმით? დაუშვათ, მე ცუდად ვთამაშობ ფეხბურთს, მე მართლაც ცუდად ვთამაშობ ფეხბურთს. მაგრამ მე თუ ვიტყვი რომ მე თუ დავმალავ ამას, რატო დავმალავ? იცით ყუილს რატო ვიტყვი რომ არ შევწყვი, არ თქვა რომ აი ამან ფეხბურთის თამაში არ იცის. გესმით? ანუ სამივე შემთხვევაში ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ ყუილი უკავშირდება იმას, რომ მე მცხენია, რომ სიმართლე ვთქვა. მე სუსტი ვარ, რომ სიმართლე ვთქვა. არა და ძლიერი იცი რას იზავს? გაუტყდა რაღაცა, იტყვის, რომ მე გამიტყდა, მე დავაშავ. ძლიერი იტყვის, რომ მე არ ვიცი, არც ისე კარგად ვხატავ. და თუ რამეს ვხატავ, ესეც მადლობა ღმერთს. გესმით? მე ვიტყვი, რომ ვერ ვთამაშობ კარგად ფეხბურთს და სულაც არ მცხენია ამისი თქმა. გესმით? აი ძლიერი ეგრე იტყოდა. და სუსტი კიდე ყველანაირ ყუილს მოიშველიებს, ოღონდაც ადამიანების თვალში კარგი გამოჩნდეს. და თან კიდე ყუილის მამა, როგორც სახარებაში უფალი ამბობს, არის ეშმაკი. როდესაც ადამიანი ყუილს ამბობს, ის ეშმაკის საქმეს აკეთებს. ისე რომ სიმართლე უნდა შევიყვაროთ ჩვენ. რაო მეგობარო? ო, კი ბატონო. ხშირად ჩვენი შეცდომების აღიარება ძალიან გვიჭირს. ვიტყუებით ან სხვაზე გადაგვაქვს დანაშაული, როგორ ვისწავლოთ აღიარება. პირველად ვინ დააბრალა სხვას, ხო არ გახსოვთ? ადამი და ევა გაგიგონიათ? პირველი ადამიანი. ღმერთმა აუკრძალა ადამიანს და ევას კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისგან ეჭამ. მაინც შეჭამეს, მაგრამ ადამმა ევას გადააბრალა, ევას ბრალიაო, ევამ გველს გადააბრალა. და რომ გადააბრალეს და არ აღიარეს, მათ 64 დაატოვებინა უფალმა. რომ ეთქვათ, რომ ჩვენ დავაშავეთ, ისინი დარჩებოდნენ 64-ში. როდესაც ადამიანი სხვას გადააბრალებს, ეგ უღირსი საქციელია. როდესაც აღიარებს დანაშაულს, ეს ადამიანის ვაჟკაცობას და სიმამაცეს მიუთითებს, სიმამაცეზე მიუთითებს, რომ ეს ღირსეული ადამიანია. რას ნიშნავს ღმერთის სიყვარულია? ეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა თქვა, რომ ღმერთის სიყვარულია. და ყველაზე კარგად და სწორად ალბათ მან გამოთქვა, რომ ღმერთი მართლაც სიყვარულია. და
ადამიანიც უნდა ემსგავსებოდეს ღმერთს. ღმერთს ყველა უყვარს. ღმერთმა ადამიანის სიკეთისთვის შექმნა, ბედნიერებისთვის შექმნა. თუმცა ადამიანმა ღმერთს არ დაუჯერა. ადამიანს დღესაც შეუძლია რომ სიკეთე ქონდეს და დღეგრძელი იყოს და საამისოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მცნება მოგცა. ხო არ იცით რომელი მცნებაა ეს? აი დღეგრძელი იყოს, გახარებული იყოს, დიდი ხანი იცოცხლოს, რა მცნებაა? აი უფალმა გითხრა, ესე მოიქეცი და გახარებულიც იქნები და დიდი ხანიც იცოცხლებ. რა არის, ხო არის? უფალი ესეთ რამეს ამბობს. აი შენგენაც ვარ. მოდი ტაში დაუკრათ. ორია. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა დღეგრძელი იყო და კეთილი გეყოს ქვეყანაზე. თუ ადამიანი მშობელს პატივს ცემს, მშობელს უჯერებს, ის დღეგრძელიც იქნება და გახარებულიც. პატრიარქმა იცი რა გითხრა? ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა ილია მეორემ, დილა რომ გათენდებაო, მიდითო თქვენ მშობელთანო, თავი დაალოცინეთ, უთხარი დამლოცე მამიკო, დამლოცე დედიკო, მერე აიღე მისი ხელი და ხელზე ემთხვიე და ამ დროსო ღმერთი დაგლოცავს. აი ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა ილია მეორე მე გითხრა, თუ ამას გააკეთებ და არც უნდა მოგერიდოს, როგორ უნდა მოგერიდოს, წარმოიდგინე, აი ხა დედის ხელი აიღე, დედა რომელმაც შენ პატარაობიდან აქამდე გაგზარდა, მოგეფერა, გაჭამა, დაგაძინა თუ დაგვანა თუ ყველაფერი რაც საჭიროა, შეიძლება რომ მოგერიდოს, რომ იმის ხელი აიღო და ემთხვიო. შენთვის რა ძვირფასია მისი ხელი, წარმოიდგინე. და შენ როდესაც თავს დაალოცინებ და ხელზე ემთხვევი, ღმერთი დაგლოცავს ამ დროს. აი ამ ხელა რაღაცაა და ღმერთი თუ დაგლოცავს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ეცადეთ გააკეთოთ. მე ვაკეთებ ხოლმე, მივდივარ ჩემ მშობლებთან, თავს დავალოცინებ ხოლმე, ხელზე ვემთხვევი. როგორ უნდა მოექცეთ ადამიანს, ვინც უხეშად გვესაუბრება ან ხელით გვეხება? ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აი წაღან ხო ამბობდა ერთ-ერთი ბავშვი, ბოროტებას ბოროტებით არ უნდა უპასუხო. შენ თუ ეცდები, რომ სიკეთით უპასუხო, ის შერწყება, აი ადამიანს ყველა სინდისი აქვს. შერწყება და მერე ისიც შენს მიმართ სიკეთით შემოbrunდება. მაგრამ შენ თუ სამაგიეროს გადაუხდი და შენც უხეშად ეტყვი, ის არ შეიცვლება. ყინული სიცივით ხო არ გალღვება. ყინური ხო სითბოთი გალღვება. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მისი გაყინული გული, რომელიც ესე უხეშად გვეუბნება, აი რაღაცნაირად უნდა სხვათა შორის დღეს წირვა რომ მორჩა, დღეს დილით წირვა იყო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა და მე მყავს უფროსი ვაჟი 13 წლის და მოვიდა და ასეთ რამეს მეუბნება, რომ აიო თერმოსი ხო გაგგონიათ? ცხელ წყალს რომ ჩაასხავ და მოვიდა და მეუბნება, რომ ადამიანიო თერმოსს უნდა გავდესო. და როგორ მეთქი, მე ხა თავიდან ვერ მივხვდი და როგორ დაიშეხე და ვიწყობა დააკვირდა რაღაცებს. რო ცივჰაერს რო შეუბერავ, თან წირვაზე ციოდა საკმაოდ იგათბობა არ არის და ცივჰაერს რო შეუბერავ, იქიდან ცხელი ჰაერი ამოდისო. ანუ დააკვირდით თქვენს თერმოსებს. ადამიანს რო ცივ სიტყვას, უხეშ სიტყვას ეტყვი, იქიდან თბილი სიტყვა უნდა ამოდიოდეს მაინც. გესმით? შენ რო ვიღაცა უხეშად გეტყვის, შენ უნდა ეცადო, რომ თბილი სიტყვა დაახვედრო. თბილი სიტყვა თუ პასუხ და ნახავ როგორ შეიცვლება. როგორ გავაბედნიეროთ მშობლები? როგორ და ჩვენ დავაფასოთ მათი ამაგი და ვეცადოთ ისე მოვიქცეთ, როგორც მათ გაეხარდებათ, რასაც ისინი გვარიგებენ და ნახავთ, რომ მშობლებს გააბედნიერებ. და თუ შენი საქციელით მშობელი გაბედნიერდა, იცოდე, რომ შენ აი ზღვას სიკეთე გელოდება წინ. იმიტომ რომ თავარი ის არის მშობლის გული რომ დაგლოცავ, მშობელს რომ მოეწონება შენი საქციელი. ნახეთ როგორი ამბავი. გარეთ შეიძლება უამრავ ადამიანს მოაწონო შენ თავი. მაგრამ ყველაზე რთულია და ძნელი მშობელს მოაწონო თავი. იმიტომ რომ მშობელთან ნიღავს კი ვერ გაიკეთებ, სხვანაირად კი ვერ მოეჩვენები. როგორიც ხარ ისეც გიცნობს და თუ გინდა რომ მშობელს მოაწონო თავი,
რეალურად ისეთი უნდა იყო, როგორიც შობელს მოსწონ ხარ. გარეთ კი ვიღაცებს შეიძლება მოაწონო თავი ასეთი კარგი ვარ, ისეთი კარგი ვარ, რომ შობელმა იცის რეალურად როგორი ხარ და თუ შობელს მართლაც მოეწონე და მის მაგულმა დაგლოცა, ესე იგი მართლაც ბედნიერი იქნება. ისე რომ ეცადეთ შობლები გააბედნიეროთ და თქვენც იქნებით ბედნიერები. ვიცი რომ დაცინვა ცუდი საქციელია, მაგრამ თუ შემთხვევით გავიცინებ ცუდი საქციელი იქნება. ეხლა შემთხვევით ყველაფერი ხდება, შეგნებულად არ უნდა დაცინო. დაუშვათ ახლა ვიღაც წაიქცა და გაგეცინა, მაგრამ სულაც არ გინდოდა რომ ის გეწყენინებინა. ეხლა ხდება რომ უცბად ვერ შეიკავებ თავს და გაგეცინება, ეხლა ადამიანები ვართ, ეხლა რობოტები ხო არა ვართ, არა? მაგრამ თუ ატყობ რომ შენი დაცინით ის შეურაცხყოფილი რჩება, ეწყინა და ასე შემდეგ, ეგეთი რამე არ უნდა გააკეთო და თუ მაინც მოგიხდა და გააკეთე, უნდა მიხვიდე და უთხრა, რა მითხარი სახელი? დაუშვათ გაბრიელი წაიქცა და მე გამეცინა და შევატყე რომ ეწყინა, უნდა გაბრიელ ჩემო მეგობარო, ვერ შევიკავე თავი და გამეცინა, თუმცა შენი წყენინება არ მინდოდა. გესმიდა, გაბრიელს გულში წყენა არ დარჩება. არ ეწყინება რომ მე გავიცინე. მიხვდება რომ თვითონაც შეიძლება სხვა დროს ეგრე გასცინებია და ამაში არაბუნებრივი არაფერი არა. თუმცა რომ მიხვალ და ეტყვი რომ ბოდიში გაბრიელ, მე არ მინდოდა შენი დაცინვა, მაგრამ ვერ შევიკავე თავი. ისე სასაცილოდ წაიქეცი რომ ვერ შევიკავე თავი. არ ეწყინება. ხო არ გეწყინება. რთულია მამაოების ცხოვრება? რთული არის ბავშვები. გარეგნულად შეიძლება არ ჩანს რომ რთულია, მაგრამ რთული არის ნამდვილად, მაგრამ ღვთისმადლით ყველაფერი შეიძლება რომ დაიძლიოს. ბევრი საზრუნავი აქვს სასულიერო პირს. ეხლა წარმოიდგინეთ, თან სასულიერო პირთან იცი როგორ არის? აი მოდი ერთი ესეთი რაღაც ვთქვათ. თუ ვინმეს რამე უჭირს, თუ ვინმეს სადღაც სატკივარი აქვს, თუ ვინმეს ვიღაც გარდაეცვალა, ვიღაც ავადმყოფია და გარდაცვალების პირას არის, ვიღაცას ოჯახში პრობლემები აქვს. ძირითადად აი ესეთი რაღაცებით მიდიან სასულიერო პირთან და ეუბნებიან მამაო ასე ვარ, ასე ვარ, ასე ვარ. იშვიათად, მაგრამ სასიხარულო ამბებიც არის. მაგრამ ძირითადად ის არის, რაც ტკივილია, რაც დაუშვათ აი სირთულესთან არის დაკავშირებული, საზრუნავი ძალიან ბევრია. და არის რთული, მაგრამ ღვთისმადლით ყველაფერი შესაძლებელია. რა არის აღსარება? რა არის აღსარება? რა არის აღსარება? ეკლესიაში მიდიხარ, სადაც უფალი ცხოვრობს და არა უშო, არ ნერვიულო, აბა შენ თქვი. ანუ როდესაც რაღაც ცუდს დააშავებთ კვირის ბანძილზე და არ მოგეწონება გულა დაწერო და მამაოს უნდა უთხრა და მამაო შენზე ილოცებს. კი ბატონო, შენდობის ლოცვას წაგი. ანუ აი დავუშვათ კვირის ბოლო მოვიდა. შენ უნდა გაიხსენო, არა მარტო კვირის ბოლოს, შეო მეგობარო, ყოველი დღის ბოლოს. აი რო დაწვევი დასაძინებლად, უნდა გადადო ყველანაირი ეკრანიანი მოწყობილობა, პლანშეტები და ტაბლეტები და ყველაფერი. უნდა იფიქრო, ნეტა დღევანდელი დღე როგორ გავატარე და დაიწყო აი დილით რომ ავდექი, აბა დამეზარა თუ ყოჩაღად ავდექი. ხო, აი უნდა თქვა რომ მაშინ დამეზარა დილით ადგომა, ლოცვა დამეზარა. მერე კლასში დაუშვათ ვიღაცა შეიძლება დავცინე, ვიღაც მოვატყუე, რაღაც დამენანა და აი ესეთი რაღაცები უნდა იფიქრო. კიდე რო იფიქრებ და ესე ჩახვიდე დღის ბოლომდე და იქამდე სანამ უკვე საწოლში ხარ და იფიქრო რომ ნეტა დღეს როგორ მოვიქეცი, რაც არ მოგეწონება შენი საქციელებიდან. ეგ არის ცოდვა, რაც არ მოგეწონება. აი ამ ცოდვებს რომ აღიარებ მოძღვრის წინაშე და რო ეცდები რომ აღარ გაიმეორო, ეგ არის აღსარება. შეგიძლიათ ქრისტეს შობის დღესასწაულზე გვესაუბროთ? ესე იგი ქრისტე დაიბადა ბეთლემთან ახლოს. ქრისტე იშვა ბეთლემსაო, საგალობელში ხო ეგრე? ბეთლემთან ახლოს გამოქვაბულში. ანუ ნახე როგორი ამბავი იყო. იუდეის მიწა რომაელებს ჰქონდათ დაპყრობილი. რომის იმპერატორი იყო ამ დროს ავგუსტუსი. ავგუსტუსმა გადაწყვიტა რომ თავის სამფლობელოში, თავის იმპერიაში გაეგო რამდენი ადამიანი იყო.
ანუ მოსახლეობის აღწერა ჩაატარა. ჩვენ ხო წეღავ თქვით რომ ქალწული მარიამი 14 წლისა რომ იყო. მოხუცებულ იოსებს ჩააბარეს საპატრონოდ. ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ. ქალწული, აი თქვა ხო ქალწულები ხართ. ახალგაზრდა გოგონა ქალწული. არა, ეს ზოდიაქოს ნიშნებზე კი არ ვამბობ, ქალწული და შვილდოსანი. არა, ბავშვებო, არა. არა, ეგ სხვა თემა, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ეხა იცი რას ვამბობ, როდესაც ქრისტეშობის ჟამი მოაწია, ქალწული მარიამი და მოხუცებული იოსები ბეთლემში მიდიან, რადგან ბეთლემიდან იყვნენ წარმოშობით, დავით მეფის თავმავლები იყვნენ და დავითის ქალაქი იყო ბეთლემი. როდესაც ბეთლემში ჩავიდნენ, იქ უამრავი ხალხი იყო და მათთვის დასარჩენი არსად არ აღმოჩნდა. მაცადე, ხო და კითხოს არ პასუხობ. დასარჩენი არსად არ აღმოჩნდა და ისინი ქალაქიდან ცოტა მოშორებით გამოქვაბულში დაბინავდნენ, სადაც ცხოველებს ღამეს გაათევინებდნენ ხოლმე. და იმდენად თამდაბალია უფალი, რომ მას ხომ შეეძლო სასახლეში დაბადებულიყო, მაგრამ აი გამოქვაბულში იშვა. სამყაროს შემოქმედი, წარმოედგინე, იმ გამოქვაბულში ინება, რომ იქ შობილიყო, იქ დაბადებულიყო. და ჩვენ როდესაც ქრისტეშობას დღესასწაულობთ, ჩვენ ამით დღესასწაულობთ იმას, რომ ღმერთი ჩვენი სიყვარულისთვის ადამიანად მოვიდა, რომ ჩვენ გადავერჩინეთ. გესმით, რომ შემდგომში ჩვენთვის ის ჯვარზე გაეკრა. აი ძალიან მოკლედ ესე შეიძლებოდა თქმული. გახსოვთ შობის ღამეს პატრიარქის კურთხევით სარკმელში სანთელს რო ვანთებთ, ამით უფალს ეუბნებით, რომ მოდი უფალო ჩვენს ოჯახში და ჩვენს გულებშიც დაიბადე. ჩვენს გულებში მაშინ დაიბადება უფალი, როდესაც ჩვენ გაჭირებულის და გლახაკი ადამიანის მიმართ სიყვარულით გამოვირჩევით. თუ გულით ვილოცებთ, მაშინ რა მოხდება? მაშინ უფალი მოგცემს იმას, რისთვისაც ვილოცებთ. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ უფალს ეწოდინება, რომ ეს ჩვენ არაფერს არ გვავნებს, პირიქით ჩვენთვის სასიკეთო იქნება. როგორ მოვიშოროთ თავიდან ცუდი ფიქრები და აზრები? ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არ ვიფიქროთ და გავექცეთ ამ ცუდ ფიქრებს და აზრებს. აი მაგალითად ვიტყვი. დავუშვათ არსებობს ავი ძაღლი. ამ ავძაღლს დავარქვათ ცუდი ფიქრები. აი დავუშვათ ეზოში, სადაც თქვენ ცხოვრობთ უბანში. ეხლა სახლში რომ მიდიხარ, დავუშვათ სახლიდან გამოხვედი. სახლიდან გამოხვედი და ეს ცუდი ფიქრები გამოგეკიდა. იმ ავძაღლს ხო ცუდი ფიქრები დავარქვით. ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ? დავუშვათ ეს არის ძაღლი. დავუშვათ ეს არის ძაღლი. გავჩერდებით, მივტრიალდებით ამ ძაღლისკენ, რომელიც მოგდევს და ესე აუწევ და კბილებს უთვალიერებთ, აბა როგორი კბილები გაქვს, ხო? ხო არ ვაკეთებ. მაშინვე სახლში ხო გავრბივართ. ხო და როდესაც ჩვენ ცუდი ფიქრები მოგვდის, ჩვენ რითი უნდა გავექცეთ, იცი? სახლში უნდა გავექცეთ. სახლი ჩვენი რა არის, იცი? სამოთხეში ხო დააბინავა ღმერთმა ადამი და ევა. და ჩვენი სამოთხე არის, ჩვენი სახლი სამოთხეა, სასუფეველი, ანუ სადაც ღმერთია. და ჩვენი ფიქრები ღმერთისკენ უნდა გაიქცნენ მაშინ. ღმერთზე უნდა იფიქრო, უნდა ილოცო, რომ უფალო შემეწიე, რომ აი ამათ გადაურჩე. დავუშვათ სახლთან დედა დაინახე, არ ეტყვი, რომ დედიკო დამეხმარე ძაღლი მომდეს. აქაც ეტყვი, უფალო შემეწიე, ეს ფიქრები რომ მოვიშორო თავიდან. და უფალით შეგეწევა. როგორ გაუმკლავდეთ სიზარმაცეს? სიზარმაცეს უნდა სიყოჩაღით გაუმკლავდეთ. და ბეჭდითიანი რო იყო. რაღაც რომ გეზარება, უნდა ადგე და გააკეთო. რაც უფრო გეზარება, მით უფრო უნდა გააკეთო და სიზარმაცე შენგან გაიქცევა. მაგრამ თუ შეგატყო, რომ შენ მისკენ ხარ, მისიანი ხარ, დილით გაახილე თვალი და ხო არის ხოლმე რომ დე 5 წუთიც დავიძინებ რა. 5 წუთი. ეგრე შეიძლება სიზარმაცე მიეჩვიოს იმ საწოლთან ყოფნას და მე 10 წუთი მოანდომოს. თვალებს რომ გაახელ და რო წამოხტები. სიზარმაცე იტყვის, ეს ვინ ყოფილა ამასთან სად მოვედიო. არ მიჯერებს თო იტყვის ეს.
მერე მეორე დღესაც გაახილე თვალები კიდე ესევე წამოხდი. აღარ დააცადე ფიქრებს მოსვლა რომ მოდი 1 წუთიც 2 წუთიც. სიზარმაცე მიხვდება რომ შენთან ტყუილა დადის, მაინც ვერ გაძინებს. და ვისთან წავა? ვინც უჯერებს. ვინც უჯერებს და ამბობს, დედიკო 5 წუთიც დავიძინე, 10 წუთს წავა და იმასთან მივა. შენთან აზრი არ აქვს მოსვლას, იმიტომ რომ შენ თვალსახელ თუ არა წამოდგები. შენ დედიკო რო გეტყვი, შვილო, პურზე გაიქეცი, აღარ ფიქრობ, წავიდე თუ არა, პირდაპირ გარბი ხარ და შენთან სიზარმაცე როგორ მოვა? სიზარმაცე მიცის, რომ შენ მისი დამჯერებელი არ ახარ. ამიტომ დროს ტყუილად არ დაკარგავს. წავა იმასთან, ვინც შეუულია სიზარმაცეს. სიყოჩაღით უნდა დავამარცხოთ. აი ეს იყო თქვენი შეკითხვები და ჩემი შეძლების და გვარად პასუხები. კიდევ ხო არა გაქვთ რამე შეკითხვა? ჩვენ როგორ მოიქცეთ თუ მასწავლებელი როგორ მოიქცეს? ჩვენ ისე უნდა მოიქცეთ, რომ უნდა ვიფიქროთ, რომ აი მაგალითად დედას რო ვაბრაზებთ. დედა ხო განერვიულდება. ხო ცუდად იქნება, გული ხო ეთკინება. და ჩვენ მოგწონს, რომ დედას გულის ტკივა. და მასწავლებელიც იგივე დედა არ არის. ჩვენი თუ არა სხვისი დედა ხო არის და იმ ბავშვს მერე გაბრაზებული დედა რომ მიუვა სახში მოსწონს ესეთი გულნატკენი დედა რომ მიუვიდა აი წარმოიდგინე რომ დედა იყოს მასწავლებელი და სკოლაში სხვა ბავშვებმა გააბრაზეს და დედა გულნატკენი მოვიდა სახში არ იღიმება რაღაცნაირად გულჩათხრობილია განერვიულებული შენ ხო არ მოგწონს დედა რომ ეგრეა შენ ხო გაღიმებული და კარგ ხასიათზე მყოფი დედა უფრო მოგწონს არა? ამიტომ ეცადოთ რომ ის მასწავლებლები, რომლებიც ცხების დედები არიან, აი ესე გახარებული გაუშვათ სკოლიდან სახში. მასწავლებელიც ამას უნდა ფიქრობდეს, რომ შენც გახარებული გაგიშვას სახში. გესმის? უნდა რაც არ მოგწონს ჩვენს თავში, ვეცადოთ რომ გამოვასწოროთ. გაბძან. ჩვენ ყველას გვაქვს ბავშვებო ღმერთთან კონტაქტი. ლოცა ეს ხო ღმერთთან საუბარი. ეხლა მე როდესაც ვლაპარაკობდი, თქვენთან კონტაქტი ხომ მქონდა? თქვენ რომ მე საუბრებით, ხო გაქვთ ჩემთან კონტაქტი. ჩვენ როდესაც ღმერთს ვესაუბრებით, მე და თქვენ, ჩვენ ღმერთს ვესაუბრებით, ლოცა ეს არის ბავშვები. ოღონდ ჩვენ როდესაც საუბრობთ, ეხლა მე რომ საუბრობთ, ხო იმაზე ვფიქრობ, რაზეც საუბრობ, ხო თქვენ გიყურებთ რომ საუბრობ. ჩვენ როდესაც ლოცულობთ, ღმერთზე უნდა ვიფიქროთ. რაღაც სხვა რაღაცებზე კი არა, ანუ გულწრფელი უნდა ვიყოთ იმ საუბარში, იმ ლოცვაში. და ესეთი ლოცვა ესმის ღმერთს. ღმერთი ხო ისრაელში დაიბადა. ღმერთი ადამიანად მოვიდა, ხო ბეთლემში იშვა. მაგრამ ღმერთი, აი ყოვლადწმინდა სამება, რაზეც წეღან ვამბობდით, ის არასოდეს არ დაბადებულა, ის ყოველთვის იყო, ყოველთვის არის და იქნება. როგორ? რომელი ქვეყანა? აი თვითონ სამშობლო დედამიწა. კი, ღმერთმა შექმნა. და ისრაელი მანამდე იყო. არა, სანამ ღმერთი სამყარო შექმნიდა და ისრაელი არ იყო. ანუ ნახე როგორი ამბავია. ღმერთი, რომელიც არის უხილავე, რომელიც ყველაფერზე უწინარეს იყო და არსებობდა, მან შექმნა მთელი სამყარო, მაგრამ ღმერთი თავის მიერ შექმნილ სამყაროში ადამიანად მოვიდა იმისათვის, რომ ადამიანებს მისი დახმარება ჭირდებოდა. და ღმერთი ადამიანად, იესო ქრისტე არის ადამიანად მოსული ღმერთი. იმისი რომ ახალი უნდა იყიდოს და აკურთხოს და გაიკეთოს გულზე. ზედმეტად არ ინერვიულოს მაგაზე. თუ გაუტყდა დადოს ხატების კუთხეში, თუ შეიძლება რომ შეანაწევროს ისა მოაწესრიგოს დადოს ხატების კუთხეში და აიღოს სხვა ჯვარი და აკურთხებინოს და გაიკეთოს. ზედმეტი ნერვიულობა არ ჭირდება. თუმცა უნდა გაუფრთხილდეს, აბა. სხვადასხვა ასაკში შეიძლება. ახლა შენ ასაკში ვერ გახდები, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ 16 წლისაც, 17 წლისაც გამხდარა მონასტერში წასულა ადამიანი. აი ბერათ აღკვეცილა. თუმცა მღვდელს რაც შეეხება, მღვდელს რუის ურბნისის კრების მიხედვით
ესე არის რომ დიაკონი შეიძლება 25 წლისა გამხდარიყო, მღვდელი 30 წლისა და ეპისკოპოსი 35 წლისა. მე დავითნეს კი შეეძლო რომ 8 წლისა უკვე სრული მე დავითნა ყოფილიყო. აი თქვენი თქვენ ხო რა ცხრისები ხართ? აი თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა რომ ადამიანს მაგას აქში უკვე სრულად იცოდეს ძველი ქართულის და საეკლესიო კითხვაც. აბა? აი ლოცვა არის ღმერთთან ლაპარაკი და ეს თქვენ შეგიძლიათ და ყველას შეუძლიათ. მე იცი როგორ თქვენ რაღაცა უთხრით იმან მოგაიგო და იმან რაღაცა თქვათ ნახეთ ბავშვებო ჩვენ ესე პირადად რო ღმერთი აი ესე იყოს როგორც მე და შენ ვართ ესე არა მაგრამ ჩვენ როდესაც ლოცულობთ ამითი ღმერთს ესაუბრებთ ეხლა ღმერთი როგორ გვეუბნება თავის სათქმელს ნახეთ ღმერთი გვეუბნება სახარების მეშვეობით სახარება გაქვთ სახში ახალი აღთქმის წიგნი ბიბლია იგივე წმინდა წერილი ჩვენ როდესაც იმას ვკითხულობთ ის უფლის სიტყვები აი მეგობარმა წერილი მოგწერა მესიჯი გამოგიგზავნა რომ კითხულობ ხო ნიშნავს რომ შენმა მეგობარმა გითხრა რაღაცა აი ესე ღმერთმა წერილი გამოგვიგზავნა წმინდა წერილი ქვია მაგას როდესაც მოძღვარი რაღაცას გვეუბნება ესეც შეიძლება ჩათვალო რომ ღვთისგან არის როდესაც შობელი რაღაცას გეუბნება როდესაც ადამიანები რაღაც სასიკეთოსკენ გირჩევენ როდესაც თავში კარგი აზრი მოგდის რაღაც ესე იგი ეგეც ანგელოს გამოატანა შენთან სათქმელად უფალმა გესმით თორე აი ესე პირისპირ როგორც ჩვენ ვართ ესე ადამიანი და ღმერთი არ დგანან და არ საუბრობ აბა როგორ და ღმერთმა ხო ანგელოზები შექმნა და ერთ-ერთმა ანგელოზმა ნათლის ანგელოზმა მოიწადინა რომ ღმერთს გატოლებოდა არ დააფასა ის სიკეთეები რაც ღმერთმა მას მისცა და ის აი ამპარტანულად უნდოდა რომ ღმერთს გატოლებოდა და ამიტომაც ის ზეციდან იქნა გადმოგდებული და ის ანგელოზი იქცა ეშმაკად. რაო მეგობარო? ეკლესიაში დანთებულ სანთელს ეს ერთგვარი შესაწირია ჩვენი ღვთისადმი. აი რაღაც რო გაიღო შენ ღვთის გულისათვის. თუ ნახულობთ რომ ვიღაცა ჩვენ მეგობარს ცუდად ეკცევა როგორ უნდა გავაჩეროთ კი? უნდა მიეხმარო. როგორც შეგიძლია ისე უნდა მიეხმარო რომ დაიცვა შენი მეგობარი და ის ხაც. მას ახლა შეიძლება ზოგადად ზარირეკება მაშინ რატო არის ზოგადად საჭირო რომ თვითონი გადაისახო. როდესაც შეგიძლია არც გადაიწერო პირჯარ, ეგ აუცილებელი კი არ არის. არის ხოლმე რომ პირჯარს გამოისახავენ. როდესაც ზარირეკება ეგ ნიშნავს რომ ღვთისმსახურება იწყება. ან ღვთისმსახურებაში განსაკუთრებული ნაწილი იწყება მსახურებისა და ამიტომაც ზარს რეკავენ. ადამიანებს რო უთხრან რომ მოდით იწყება წირვა. შეიძლება ჩემს დაუფიქსიროს. აბა სული ჩემი აზრით ისეთი რამ არის რომელიც ადამიანის ხელში არის გამოკეტილი და როცა ჩვენ რომელიც წავალთ ამ სამშობლოსგან ის უკვე თავს გათავისუფლდება და გააგრძელა ჩვენი სული ცხოვრებას. კი ბატონო, ადამიანის გარდაცვალება ეს არის სული და სხეული რო განეყრება ერთმანეთს. აბა, შენ რას? არა, ცხოველებზე არა. ცხოველი კვდება. ადამიანი გარდაიცვლება, იმიტომ რომ უკვდავი სული აქვს მას. მართლა რომ ადამიანი შექმნა მიწის მტრისაგან შექმნა. ანუ ადამის თვითონ მიწისგან აღებულს ნიშნავს და შთაბერა უკვდავი სული. ცხოველები ასე არ შექმნა. ცხოველი კვდება, მაგრამ ადამიანი გარდაიცვლება ნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე გრძელდება. ცხოველის არ გრძელდება. არა. ეკლესიაში ხმაური რატოა შეიძლება? ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენ ხო ერთმანეთს ვესაუბრებით. აი დავუშვათ რა ქვია შენ? გიორგი. როდესაც მე და გიორგი ვსაუბრობთ. შეიძლება რომ დანარჩენები აქ ხმაურობდნენ? დაბა წარმოიდგინეთ, როდესაც გიორგი და ღმერთი საუბრობს ტაძარში, შეიძლება რომ სხვები ხმაურობდნენ და გიორგის ღმერთთან საუბარში ხელს უშლიდეს? ხო არ შეიძლება. ამიტომაც არ შეიძლება. აბა გიორგი. რა არის იცი შეიძლება რომ ერთხელაც გადაიწერო პირჯვარი.
მაგრამ რადგან ღმერთი ყოვლადწმინდა სამება, ამიტომაც სამჯერაც გამოისახა. თუმცა ერთხელაც რომ გამოისახო, ორჯერ თუ სამჯერ თუ ოთხჯერ არ დააშავე. თავარია აი ესე გამოისახო, წეღან რო ვთქვით, რომ გაიხსენო რომ ქრისტე შენთვის ჯვარს ეცა. აბა ღმერთი რამდენი წლისაა? ღმერთი? არა. ღმერთი ყოველთვის იყო მეთქი, ხო თქვი? წლები არ ეხება ღმერთს საერთოდ. პირიქით ღმერთმა შექმნა დრო. ღმერთთან არის მარადიულობა. თუმცა იესო ქრისტე ჩემო მეგობარო, აი ადამიანად მოსული ღმერთი 33 წლის იყო, როდესაც ჯვარზე გაეკრა. 33 წლის. მე ხო გაცეცა. კინება, კინება, ასე გააკეთებენ და აი აქ არის ყველა ქრისტიანზე ჯვარი გამოსახული. ასე რომ ხო, ეგრე ბევრი გარ შეიძლება. კინება. ეგ რო არ იყოს გამოსახული, შეიძლება გინება? მაინც არა. აბა შენ რას გვეტყვი? თუ შენ არ ყოფილი. რა? რა, ის კონკრეტულად ესე მარჯვენა ხელით რატომ არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ესეა რომ მარჯვენა ხელით არ მიფიქრია სხვათა შორის მაგაზე. უწფელი რო იყო. მოვიძიებ და მერე გიპასო. ეგეც აი პირობითია, გესმის, ესე პირდაპირ ღმერთი ყველგან არის. აი ღმერთი ყველგან არის და როგორ შეიძლება მარტო ან მარჯვნივ იყოს, ან მარცხნივ. უბრალოდ აი როდესაც თუნდაც ახლა წმინდა პაისი ათონელიზე რო ფილმი გადის, ხო? წმინდა პაისი ათონელი ამბობს, რომ მემარჯვენე და მემარცხენე ზრახვებზე ამბობს და მემარჯვენე ზრახვები არის არცანგელოზისგან არის, მემარცხენე რაც ეშმაკისგან. ესე პირობითად რა, მაგრამ ისე რომ აი ღმერთი მხოლოდ მარჯვნივ იყოს, ან ესე არა, ღმერთი სულ ყველგან არის, სულ ყველგან. რა? თქვენ თქვით, რომ ღმერთმა დრო შექმნა. დიახ. ანუ როცა შექმნა დრო და სანამდე გამოვიდოდა, ანუ საათები და ისინი. და როცა გააკეთეს ეს საათები, შეიძლებოდა, რომ 7 საათი ყოფილიყო და არასწორი დრო დააყენეს. ეხლა არა რა, ეგეც პირობითია, ჩემო მეგობარო. ნახე, აქ რომ არის, ეხლა რომელი საათია, არ ვიცი, სიტყვაზე აქ რო 4 საათია. აი მაგალითად, საფრანგეთში ახლა 2 საათია. სხვა დედამიწა ხომ რგვალია. სხვადასხვა დროითი სარტყელები არსებობს, გესმით? აქ რომ დღე არის, სადღაც ხო ღამეა ახლა. ეს საათის გამოგონება ღმერთმა ბავშვებო საათი კი არ გამოიგონა, მაჯის საათი თუ კედლის საათი თუ სხვა, არა. ღმერთი რო ქმნის რაღაცას, უკვე დროში იქმნება, გესმის? მარადიულობაა დანარჩენი. ღმერთი რო ქმნის, უკვე დროში იქმნება რაღაცა. ადამიანი რაღაც საკეთებს, დრო ჭირდება, თორე ღმერთს დრო არაფერში არ ჭირდება. ხო არ დაგღალეთ? ეხლა ამათ აქვს, უკაცრავად, ამათ აქვს წასვლის დრო. წასვლის დრო. ხო, მომატარი ვარ. უკაცრავად, რომელი საათია იმასე? ტრანსპორტი ელოდებათ. აჰა. ხილად ნაზად. მოდი ერთი ეს ამბიციაც არ დავწყვიტოთ გული, აბა. გითხარი აბა რა გინდა? თუ ღმერთმა საათი შექმნა. ეს საათისაა, მაგრამ მოეწონა. აბა. საიდან იცოდნენ რომელი საათი იყო? აი ეგ საათები მე არ ვიცნობ, ღმერთმა დროს ხო არის და საათი არის ბავშვო, დროის აღმნიშვნელი, რომ გასწავლის რომელი საათია თორე. ღმერთმა საათები კი არ გამოიგონა. გესმით? დრო შექმნა, სივრცე შექმნა, მატერია შექმნა. მატერია ის კი არა, აი ნაჭერი კი არა, ყველაფერი ხო მატერიალურია, ნივთები. ეს ცოტა ისეთი საკითხებია, რომ მოგდანით გადავიღოთ